საღამომშვიდობის ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. ფასების შემცირება პრიორიტეტია, სამთავრობო კომისია ბიზნესთან შეხვედრებს მართავს. თუ გრენლანდიაზე უარი იქნება, ვაშინგტონი ამ პასუხს არ დაივიწყებს. ტრამპის გაკვეთილები დავოსში გიყვებით რამდენიმე წამში. ბიზნესის თავისუფლების პრინციპი ამოსავალი წერტილია ხელისუფლებისთვის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს. ამ სულისკვეთებით აგრძელებს მუშაობას სამთავრობო საკოორდინაციო კომისია. პრემიერ-მინისტრმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სურსათზე დღეს არსებული 86%-იანი ჯამური ფასნამატი საკმაოდ მაღალია. 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგებულია, რაც ბუნებრივია აისახება ფასებზე და დიდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, სწორედ ამ უცემულობის გამო მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა კონსულტაციების საფუძველზე სცადოს საერთო სურათში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება დისტრიბუტორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან. ცნობილია ისიც, რომ კომისია იმუშავებს მედიკამენტების და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც. გარკვეულ ეტაპზე პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც. პრემიერ-მინისტრი ხვალ იქნება იმედი ლაივის სტუმარი, ეს იქნება მთავრობის მეთაურის წლის პირველი ინტერვიუ და ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ფასების შემცირების პერსპექტივა. ცრუ პროპაგანდა 24 საათით რადიკალური ოპოზიციის მცდელობამ შეწყალების თემაზე ყალბი აჟიოტაჟი შეექმნა არ გაამართლა. რადიკალურმა ფრთამ ჯერ მოლოდინი შექმნა, თითქოს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებს იწყალებდა. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა არც ერთ მსჯავრდებულს პრეზიდენტისთვის შეწყალების თაობაზე არ მიუმართავს. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შეწყალება შეეხოთ იმ პატიმრებს, ვინც შესაბამისი მიმართვა დაწერა და მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა. პატიმრების ოჯახის წევრებს დააბრალა მოლოდინის შექმნა, ნაწილმა კი ხელისუფლებას. დიდი მედია კამპანია იყო აწეული, თუმცა არც პირადად მსჯავრდებულების და არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არც ერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა, ასე შეაფასა პროცესი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა და როგორც განცხადებაში აღნიშნული კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა. ის ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესებს. NGO-ების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსის დაშლა 1 წლის თავზე ტრამპის პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის ფრთხილებას და ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს. ტრამპის მიღწევა უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ NGO-ების ინსტრუმენტალიზაცია და მათი ზეწოლის მექანიზმად გამოყენება ბრიუსელმა გადაიბარა. ამ სამწუხარო რეალობაზე აკეთებენ აქცენტს ქართულ ოცნებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ახლა ევროპული ფონდების მეშვეობით ხდება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და პროცესების რადიკალიზაცია. ამ გადასახედიდან კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო დონეზე მიღებული ზომები იყო დროული და აუცილებელი ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქართული ოცნების წევრების თქმით, ხედვა, რომელსაც წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ფონზე იცავდნენ, დღეს ვაშინგტონის პოზიციით არის გამყარებული. დავოსის გაკვეთილები ტრამპმა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე საუბარს 1 საათი დაუთმო. თქვა, რომ გრენლანდიის დასასაკუთრებლად ძალას არ გამოიყენებს, მაგრამ ყინულის ამ დიდი ნატეხის შესყიდვაზე დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ითხოვს. ღიად გააკრიტიკა ევროპელები, რომ კონტინენტის სწორი მიმართულებით არ ვითარდება, კანადას კი შეახსენა, რომ შეერთებული შტატების წყალობით ცხოვრობს. ბზარი დღევანდელი გამოსვლით არ გაღრმავდა, თუმცა ყველა მოისმინა, რომ უარს გრენლანდიაზე შტატები კარგად დაიმახსოვრებს. ტრამპის ამ გამოსვლას წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ხმაურიანი ბრალდება, რომ ვაშინგტონი ევროპის დასუსტებას და დაქვემდებარებას ცდილობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კი დავოსში დაიმუქრა, რომ თუ კი შტატები გრენლანდიისკენ გაიწევს, ევროკავშირი პროპორციულ პასუხს გასცემს. საჯარო დაპირისპირებას ასეთი შედეგი ჰქონდა, როგორც პოლიტიკო წერს მაკრონმა დავოსი ისე დატოვა, რომ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდა. ახლა ევროპელები რთული და სახიფათო დილემის წინაშე დგანან, თუ როგორ უნდა უპასუხონ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გრენლანდიის შესყიდვის შესახებ. დავოსში უკრაინისთვის 800 მილიარდიან დახმარებაზე ხელმოწერაც უნდა შემდგარიყო, თუმცა Financial Times-ის ცნობით პროცესი ჯერჯერობით გადაიდო.